საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების ფარგლებში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენის სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 197, 222, 225 და 317 მუხლებით მიმდინარეობს.